გავაგრძელებ ზეთის უსარგებლო თვისებებზე საუბარს. დაბალანსებული კვების დროს არ ვიყენებთ არც ერთ რაფინირებულ ზეთს. არა აქვს მნიშვნელობა მის ეტიკეტს, გამოშვებას, ფასს და ფირმას, იმიტომ რომ არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. არის ძალიან კალორიული და ვიტამინების და მინერალების შემადგენლობა საერთოდ არ აქვს. ანუ ორგანიზმისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. და რა ზიანი მოაქვს, ეხლა გეტყვი. მისი თერმულად დამუშავების შემთხვევაში გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც ფაქტიურად საწამლავია ჩვენთვის. და გარდა ამისა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხალხი მოიხმარს ბევრი რაოდენობით ზეთს. ანუ ეს ჭარბი რაოდენობა ცალკე საყურადღებოა, რადგან ძალიან ბევრი რაოდენობით მოიხმარს ხალხი დღეს ზეთს. და ეს ზედმეტი ცხიმი ჯერხვალ ცხიმად გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჭარბწონიანობას. გარდა ამისა, ნაწლავებში ილექება დიდი რაოდენობით და ვერ ასწრებს ორგანიზმი ამდენი ცხიმის გადამუშავებას, ამდენი კალორიის წვას და იწყება მერე კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ზიანდება მიკროფლორა და უკვე ორგანიზმი ვეღარ ახერხებს საკვები ნივთიერებების შეწოვას. ამიტომ გამოიყენე არარაფინირებული, ცივი დაწურვით მიღებული ზეითუნის ზეთი. ოღონდ ზომიერად და სწორად. დანარჩენი ცხიმი მიიღეს საჭმელიდან. ცხიმიანი თევზი, ყველი ნატურალური, ავოკადო, ასევე კვერცხის გული შეიცავს ცხიმს. იკვებე ჯანსაღად და იქნები ჯანმრთელი. დახმარებისთვის მომწერე მე.